Სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გაასაჯაროოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციების დარბევასთან დაკავშირებულ საქმეებზე გამოძიების მასალები. საეს წარმომადგენლების თქმით, 2024 წლის აპრილ-მაისის თვეში მიმდინარე საპროტესტო შეკრებებზე პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებას უფრო მეტად ჰქონდა ანგარიშწორების ხასიათის სახე, ვიდრე იგი უკავშირდებოდა უკანონობის მიმართ ბრძოლას. კიდევ ერთხელ მოუწოდეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომ გაასაჯაროოს და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია განსაკუთრებით იმ კონტექსტში, როდესაც არჩევნები უკვე მოახლოებულია და ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ახლად მიღებული ბრძანების თანახმად ერთ-ერთი პირი, რომელიც მათ შორის გადაწყვეტილებებს მიიღებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს პრევენცია წინასაარჩევნო პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევის, არის ის პირი, რომელთა მიმართებითაც მათ შორის გამოყენებულია სანქცია. ეს არის ყველასთვის ცნობილი ხარება ზურაბ ხარაზიშვილი. მისი მონაწილეობით შეიძლება კითხვები გაჩნდეს, რამდენად იქნება ეფექტიანი და რამდენად არის შესაძლებელი, რომ ამ პირის მონაწილეობით მოხდეს პრევენცია ადამიანის უფლებების დარღვევის წინასაარჩევნო გარემოში.